აი, წავით ახლა მე იმაზე რა ქვია. დატვირთვას. სავარაუდოდ აქ იქნება ახლა ეგ რა წერია ბიურო. აჰა, ეგ რა წერია ბიურო. ეხლა მაგ ადერი და ადერის ბარათი მომთხოვეს. ხანდახან არის ხოლმე რომ ადერის ბარათის გარდა ითხოვენ ხოლმე ადერის იმასაც. ჩემოდანი უნდა გქონდეს სამსახური მოგცემ ჩვენთან სხვა კომპანიაში 80 ევროთ ვიყიდე, მე ჩემოდანი ალაგია. სათვალეები, ნიღაბი და რაღაცები რეზინის შექმები და ჩეჩკასავითაა რა ესე რო ვთქვათ რა. ეს ადერი სად მიგდია არც ვიცი. კი ვიცი, მაგრამ მithვა მინდა რომ ეს ადერი რამდენი ხანია ხა არა უმიღია მსგავსი რამე არ მომთხოვია არავის. ალბათ ერთი წელიწად ნახევარი მაინც იქნება. კაი. ადერს რაც შეეხება აი აგერ არის ესეთი ნარინჯისფერი ტაბლო მეგობრებო. აი ამას ვეძახით ნარინჯისფერ ტაბლოს, რომელიც ჯერ არა ნარინჯისფერი, მაგრამ ამას რო გადაწევთ, აი გახსნილია ნარინჯისფერი ტაბლო. აჰა, ეს არის მაგი. პლუს თუ რამე და გვერდზე სტიკერებს გავაკრავთ. მაგითო ვიზახრო საქართველოში ადერის სწავლა ხამას დავკეტო იქ უნდა გადავიდე. ადერის სწავლა საქართველოში უფრო კაია, იმიტომ რომ ბევრ ამის გაიგებთ რა. ქართულად ადერზე ტახოგრაფზე გაიარეთ და ისწავლე და მე იქ ტახოგრაფზე მე მაგალითად მაშინ ადე წიგს იძლეოდნენ და წიგნი მომცეს და აი მოგეს მე-13 რამპაო მითხრა ადერს გადაუღო ქსეროქსი, გააკეთა ქსეროქსი და ეგ იყო ეს ადერი აი ამასაც როგორ აქცენ გახსენ ჩვენს გაუხსნათ ეხა ბარემ ადერი ნარინჯისფერი ტაბლო და გვიაფში იმას შევიყვან ნავიგაციას როცა შევიყვანთ მაგ დროს იმას ვიზავთ რა ქვია მოვპტიჩკავთ რომ საშიში თვითონ ახლა რომელიც მექნება არ ვიცი ნახავ და მაგას მოვპტიჩკავ ყველას მოვპტიჩკავთ ბოლო არ არის პრობლემა ხო დასვენება არის ლანჩ ტაიმი არის ანუ შესვენების დრო და მე 15 წუთში მიდიოდა მოდი მეც ბარემ ერთ ყავას მივცხეებ მოკლედ წამოვედი მეგობრებო ეხლა მე ჩემი ცემერი საწავი და აგერ არის მე-13 რამპა მინდა და სად არის ხა მე-13 რამპა ანუ 24, 23, 22, 21 ესე იგი სადღაც აქით არის ალბათ სადღაც აქით არის ალბათ ვარ და ვიკატაოთ რა საწვავი არ გვაქვს რა პოლი ბაკი გვაქვს თითქმის კონდიციონერი ჩართული გვაქვს ცხელა მეგობრებო დღეს 31 გრადუსია უკვე დღეს არის 12 ივნისი ხო მე მგონი ხო 12 ივნისია მე-13 აგერაა მე-13 აგერაა ჩვენი მე-13 რამპა აბატო ამიტომ მოდი ხა ჩვენ ესე მოვატრიალო და ეს ჩახრილი რამპები რა იციან ხოლმე რა ევასებაც ნო რატო აკეთებენ ასე დახურ რამპებს ინაღამ გაფრნა ჩემი ცემერი მე-13 რამპაზე როგორ მივაყენოთ აქედან როგორ გითხრათ მეგობრებო როგორ უნდა ნახოთ თორე გეტყვით მაგასაც დაახლოებით და ესე მიუმიზნებ ხოლმე რა აი დაახლოებით აი ეს და всё მე უკვე რულის ჩალი ეგ საბურავები ეხა რახან ორი საბურავი დევს მოდი კაი მე-13-ს დავდებ
აჰა, დაიდო მესამე საბურავი. ეხა მაგ სამი საბურავიდან მაგ პრინციპი ჩათვალეთ, რომ შუა საბურავზე აქვს ცენტრი. ჩათვალეთ ეგ ორი საბურავი, პირველი და მეორე ვაფშე არ არის. და შუა საბურავს უმიზნებთ ეხლა თუ რამის გასწორება გვინდა. ამიტომ აი ესე წავალთ მეგობრებო და შორიდან, რაც შეიძლება შორიდან ვსულობ დამიზნებას, იმიტომ რომ ბოლოში მე შესწორება ძნელია ხოლმე. და დაზოლილია მით უმეტეს და ესე ჩავდივარ და უკვე რომ პრინციპი უნდა მოწყდეს, ამ დროს შევეცდები რომ მანქანა გავასწორო, რომ მე იქ აღარ ვიჩალიჩო ძალიან მოტეხვედი. ცოტა არა უშავს, ცოტა ხახ არა დიდი, მაგრამ ზოგან ძალიან დიდი, რომ აი გიმენა პირდაპირ უნდა ჩახვიდე, თორე აზრი არ არის. და ესე ნელ-ნელა მიქენით ხოლმე, ნელ-ნელა არ არის პრობლემა. და უკვე ხედავთ ის რომ გასწორდა. ეხა ჩემ მანქანასაც აუღებ რულს. გამხელა საბურავი მიყენია წინახე. ეხა ჩემ მანქანასაც აუღებ რულს და გავასწორებ ამას. აჰა, გავჭიმე პრინციპი მოკლედ. კაპა. ოსიო, უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა, თუმცა მე აქედან ზოლს ხედავ, რომ ოდნავ ცერია და აი ესე ოდნავ უკვე რულის იქით-აქით თამაშით ესე მივალ რა. ცოტა იქით, ცოტა აქით და ასე შემდეგ. ბოლოში ცოტა უფრო ნელა მივალ, რომ არ მივეჯახო და არ შევიტანე კედელი. ეხა კამერას უყურებ და აჰა მივედე ნახე როგორ ნელა მიედა. ხედავთ ამ კამერას უყურებ რომ გადმოყავით თავი და გადახედეთ ესე გადმოყავით თავი და არ არის პრობლემა. მოდი ახლა ვნახოთ როგორ მივაყენეთ. აი აქ ესეთი საგვარაებლებია ხოლმე და უნდა ედოს ეხლა აქ რა ხან არ დოს იმას გადმოვას. ცოტა სიბინძური აქვთ ეხლა მათ ჰოლანდიელებო არ გეპატიებათ ეგ. აჰა, როგორაა მიყენებული ჩვენი პაკრიშკებიც მანდარი. ცოტა აუწევთ ცოტა სკილებში. აწევა როგორც გითხარით, ამას შეწევთ, გადაატრიალებ და დაეშვება ან აეწევა. აი. მაგმარეს მეტი არ გვინდა, მე გამოწევა არ დაგვავიწყდეს. ეხლა შიგნით იყოს რომ არ დაეშვას. ეხლა უკვე სწორი. აი. მოვადოთ ახლა ჩვენ ყავა და დაველოდოთ. ისიც ისე რა ვაკვირდები. კომპანიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ კომპანიაში ხართ რა. იმიტომ რომ ეხლა მე იმ კომპანიიდან ინგლისში რო დავდიოდი, სხვა რაღაცა მქონდა. აქ სხვა რაღაცაა. ამ კომპანიაში ხშირად არა, მაგრამ ბევრჯერ მიწევს ეხლა ჰოლანდიაში ესეთი რამე არ ხდება, სიმართლე გითხრათ. არაფერი არ რაღაც ფოთლები ყრია, იმას კი არ ვიზახ, ფოთლები კი არა რაღაცა, მაგრამ ეს არ დაუსუფთავებიათ აშკარად ვიღაცებს კაიხანია. თორე აქ ეხლა სისუფთავეა, ხო? მაგას უყურებენ, მაგრამ აქ ეთყობა იგროვებს ხოლმე, არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არის ხოლმე რომ რაღაც კომპანიაში მარტო კაი ადგილებში დადიხარ. ამ კომპანიაში მაგალითად დიდად რეისები და თვითონ ეს შემკვეთები ვინც არიან, დიდად ეხა რაღაცა ვერ ვარ ყოფილი. პირველ კომპანიაში მაგალითად მიწევდა რეისები, სადაც აბანო და ეგეთი რამეები, სულ ესეთი განსაკუთრებული დატვირთვები და რაღაცები იყო ყოველთვის, მაგრამ ხშირად მიწევდა ორგანიზაციებში აბანოები. მაგრამ იქ იმიტომ გიწევდა ორგანიზაციებში აბანოები, რომ სულ დასაბმელი ტვირთები იყო, სულ აი მაღალი ტვირთები დასაბმელი და ამნაირ ორგანიზაციას ხშირად აქვთ ხოლმე აბანოები მძღოლებისთვის. თან ერთი კი არა, 2-3 შეიძლება იყოს. და მაშინ მახსოვს, რომ სულ აი აბანოების პრობლემა მაშინ არ მქონდა. თან კაი აბანოები იყო, სხვადასხვა თან ორგანიზაციაში ხა მოწესრიგებულია ხოლმე გერმანია, ჰოლანდიაში, მაგრამ გერმანიაში შეიძლება იქ უფასო საპირფაშო და ეს არ იყოს სუბთატორე. ისე ორგანიზაციაში და იმაში ყოველთვის არის ხოლმე მოწესრიგებული. ინგლისზე ვერ ვიტყვი, სისუფთავე და ინგლისი ძალიან შორსა ერთმანეთისგან მოკლედ. ხოდა გააჩნია ამიტომ რა კომპანიაში ხართ, რა ლოჯისტიკაში ხართ. თორე ყველაზე კაი ადგილები მაინც იმას ქონდა, ეხლა თქვენ სადაც უნდა დაიწყოთ, მაგათ ქონდათ ყველაზე კაი ადგილები მაინც რა.
ინგლისში ეხა იმ კომპანიიდან რო დავდიოდი, სუფასიანი პარკინგები და რაღაცა სხვა ადგილებში მქონდა დაცლები და ეხა ჩემთან პარკინგებსაც მე ვეძებ ხოლმე ჩემს ხან საბჭერდები. მე პირადად მირჩევნი ეხა იმ ფასიან პარკინგებს კაია ხო რაღაცა დაცულად ხარ ვითომ და რაღაც აბავნ და რაღაცა, მაგრამ მე რაღაც ქალაქთან გავჩერდა ვიბუდიალო მირჩევნია ვიდრე იმ დაკეტილ სუცეში ვიყო და ღამე რო დაკეტავენ გარებს. ხან არის პარკინგები ღამე დაკეტავენ გარებს და ვერ გახვალ გარეთ რამე რო გინდოდეს აწერია კიდევაც 1-2 მოგვიწია ეგრე. უნდა გააჩნია ყველაფერს რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეისებზე არის დამოკიდებული კაცო ხარ როგორ არ არის, იმიტომ რომ სადრო კაი ადგილებში დადიხარ და სადრო ტყეღრე დადიხარ და რაღაცა ის ერთი წელი რომ მუშაობ ხო გულს უხარია კაი ადგილები და რაღაცა კმაყოფილი ხო ხარ რა. ხო თქვენ კომპანიაში უფრო ისაა რა, უფრო საინტერესო და უფრო კაი რაღაცეები აქვს. ჩემთან ისე არა, მაგრამ კიდევ მეორე ჩემთან სხვა პლუსებია, მაგრამ უამრავი მინუსი აქვს ამ ჩემ კომპანიას, უამრავი. მაგრამ აქ სულ რაღაც 3-5 პლუსი, რომელიც გამოც ჯერჯერობით აქ ვარ, თორე საბოლოო ჯამში რომ დათვალოთ, იმ კომპანიას ბევრი პლუსები აქვს. და ცოტა მინუსები და ამას ბევრი მინუსები აქვს და ცოტა პლუსები. ვისთვის როგორც გითხარით მეგობრებო, თქვენთვის უნდა მოირგოთ ეს მინუსები, რომელი გაწყობთ თქვენ ახლა ამ ეტაპზე. თორე უმინუსო სამსახური თქვენ თუ სადმე გიმუშავებთან გაგიგიათ, კი ბატონო მითხარით, აბა დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ. ასევე აქაც მეგობრებო, არ არის უმინუსო კომპანია არ არსებობს. უბრალოდ შეარჩიეთ ისეთ კომპანია, რომელსაც ცოტა მინუსი იქნება და თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. ვიღაცას პოზნანში აწყობს, ვიღაცას ვარშავაში, ვიღაცას საერთოდ არ აინტერესებს ეს ქალაქი, შეუძლია ჩამოვიდეს და 200 კილომეტრს წავიდეს რაღაც მაშინ ქალაქიდან. არც ეგ არ უქმნის პრობლემას. ჩემთვის პრობლემაა, ეხლა ჩემი ძმაკაცის პრობლემაა, ჩამოვფრენი და კიდე 200 კილომეტრი იმგზავრე იმით რა, საკუთარი მანქანიდან, რომელსაც კეთება და დაზღვევას უნდა იხადო აქვს უფული და ან კიდე ავტობუსთან რაღაც. გააჩნია, თქვენთვის უნდა მოირგოთ მოკლედ ყველაფერი. ჩვენთან თუ ვინმე არ წამოვა, კი ბატონო, წამოხვალთ, მაგრამ სხვაგან თუ წახვალთ, ესე ქენით, ესე შეარჩიეთ. ბევრი რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ. კაი. ეს ასაკომანიქალია მარტო ეს გამოსწილი მძღოლი ეყობა. По-польски. Не, по-русски. Говоришь по-русски? Да. Это Грузия. Грузия? Грузия, Джорджия, да. Джорджия. А вы откуда? Македония. Македония. Пожалуйста. ესე ხო დამტვირთავენ და კიდე ორი პალეტიო სადღაცო ხვალეო, ესე იგი ეს დისპეჩერი არის. აუ ჩემი გამოსვლები და ჩემი მოთმინებიდაც კი ალბათ ბევრი ხანი ვერ იმას ვსაურავი. მოკლედ დამცალეს ისა დამტვირთეს და მე როგორ ისინი აყენია აპარატები. დავით ხალხში ამ რაღაცის გამოსვლა არ დაგვაუწყდეს ხოლმე, თუ რამე გადაავლით, სულ ვიუწვეთით, მაგრამ ვიტვირთზე თან ეს ხან რკინა, ხან რაღაცა და ხან ცოტა არ ვარ გახოვნე, შეიძლება რამე გავხდეთ პარკში მაგალითად. ან არ გადავუაროთ ხოლმე რა მოკლედ მაგის ფანით. გამოვწიე მანქანა და ასევე არ დაგვაუწყდეს ამის გამოწევაც, ეს ხო წეღან სხვა პოზიციას დავაყენე. ამიტომ ეგრე.
არ მინდა ხა დუში. ნორმალური. მოკლედ არა, გადავიფიქრე და შევალ დუში. იქ ახლა დასმევდივარ, მაინც დაკეტილები იქნებიან და არის საშუალება რა. კაი სიგრილი აქვს. როგორი მოსასვენებლები აქვს. კიკად საკაიფო. კარგი, წავედით აქედან. ნამდვილად კაი გადაწყვეტილება იყო ხა. ამ სიცხეში დუშის მიღება. წავედი და მანქანაზე ქალის მე მგონი. გოგოს. თუ ქალი. გოგო რა ვიცი. აი ციტელი რაღაცები იციან ჰოლანდიაში რა ძალიან ლამაზი არის. და მე თანხმებით ალბათ და აქეთ კაი დასახლება ძალიან. არც აქითაა ცუდი, მაგრამ აქ შემოსასვლელია. ეს არის ჰოლანდია, ტიპიური ჰოლანდია რა, ესეთ რაღაცები. კაი ამ პაკრეში გამხო. დაუშვა ეს კიდე რა. რო არის ესე გეშურობს წავედი. აი, წავედი 37 კილომეტრი დამრჩა. კიდე ერთ დასლანძას 2 თუ 4 პალეტი უნდა დამიდონ, რომელიც დაკეტილები იქნებიან, რა თქმა უნდა დღეს. ჰოლანდიური იმის წისკვილი, ტრიალებს კიდევაც ეკეს. ვერ დავიჭირე კაცი. ძალიან ბევრია აქ, ძალიან ბევრი. მეგობრებო, აქ რასაც ჩხაკუნებო ერთმა დამიწერა და აფს არ ვაჩხაკუნებ, აქ ეს რეტარდერია ხა, მძღოლებმა ყველა მიციან, მაგრამ ვინც არის, ეს არის რეტარდერი. მოკლედ ამასო ჩამოვარტყავ ბოლომდე, აი მანქანამ დაიწყო ხა შენელება. ან ტორმუზის სამშველებელია უხეშად რო გითხრათ რა. ან დაახლოებით წრე თუა და თუ მივდივარ 70, 80, 85 თქვათ, რაღაც 500-600 მეტრიდან უკვე შეგიძლიათ ჩამოვარტყა და ეს ხა მაგალითად თავისით ხა ნელ-ნელა ანელებს და მე ბოლოს მაინც ტორმუზის მიშველება ჭირდება ხოლმე და ასევე ჩემს ასაკ აი გვერდზე რო დააწვევი, გნომ გასაი გადააგდო კიდე წინა სიჩქარეში. და ეხა უფრო მეტად დაიწყო შენელება. და განსაკუთრებით დაღმართებზე რო ჩავდივართ ხოლმე, ამ რეტარდერს ხმარობთ ხოლმე, სულ ამ ტორმუზს ამას არ ხმარობთ ამ მანქანაზე, როგორც პატარა მანქანასავით ეგრე არაა. თუმცა აი გააჩნია მაგალითად გერმანიაში ერთი ავტობანია, საიდანაც დავდივარ და იქ მარტო ერთი აღმართი მაქვს და ერთი დაღმართი მაქვს, ისეთი სერიოზული დიდი, სადაც აი მანქანები რო სისწრაფეს კარგავენ, ესე რო ვთქვა, დიდი მანქანები, მაგრამ არის კიდე სხვა მხარეს გერმანიაში სულ აღმართები, აი სულ აესია და ამ დროს ძალიან გადატვირთვაზე მიდის, ასე რო ვთქვა, მანქანა რა, ეს რა ისა. გადატვირთვაზე მიდის მანქანას და ტორმუზების და რა ყველაფერი სულ რო გააჩერებ ხოლმე კაცსატყუცი გაუდის ეს მეტალი რო ცხელდება, რო ფართოვდება და რო ვიწროვდება, მერე კაცსატყუცი გაუდის ყველაფერს და მერე ამ აღმართზე და დაღმართებს რო გადადიხარ, კიდე არის ბოლოს ძალიან დიდი დაღმართი, სადაც აწერია 60 კილომეტრი დაშვება მარტო პატარა მანქანებისთვის და ეხა იმაში გადავდივარ ბელგიაში ისე 60 კილომეტრი აწერია პატარა მანქანებზე, ის დიდ მანქანებზე დაშვება და პლუს თუ რამე და შესავარდნი ადგილებია აქ რო გადაგიხურდეს ტორმუზი, გვერდზე ზოლებია და ეგ სილა ან რაღაცა ეგეთი ყრია და თუ რაღაცა ეგ შევარდები და მოკლედ მოგიყვანენ მე და თლა ტორმუზები აღარ დაგიჭიროს და რაღაცა მაგაჟობია, მანდ ეგეთი ადგილებიც არის, სადაც ძალიან დიდი დაღმართებიან, დიდ დაღმართებამდე გადასახურებელი სიტუაცია სადაც აქვს მანქანას. ხო და აი ხა ეგეთ გადატვირთულ ადგილას არ ვიძახი, მაგრამ ჩაულებრივად ეხა მე რასაც უყურებ აგერ ამ 3 წელში ამ სხვადასხვა მანქანებს
ყველაფერს იტანენ ვაფშე ჩვეულებრივად რატვერთიც არ უნდა იყოს. მეორე ბეხას რო ტორმუს დააჯდე და ანუ ტორმუს დაადე კი შეანელე გაუშვი, მე რაღაც სხვა პრინციპით უნდა ამუშაო. და იქ როცა ესე დადიხარ და რაღაცა იქ ვერა, იქ აშკარად შენ თუნდაც გზნობ, რომ უკვე მანქანა უკვე წკივზე გადის ტორმუზების ხრივი ძახი რა. თორე ზოგადად ჩვეულებრივი მანქანაა ესეც უბრალოდ ეს დამატებით ეს რეტარდერი აქვს დამატებული. უბრალოდ რული აქვს დიდი, თორე ჩვეულებრივი მანქანა არაფერი განსხვავება. ეხლა მე ესე იგი გადმოვედი ისევ ბელგიაში, ბიჭო ხო ვერ გავახცია ამ ბელგიიდან. მოგეთ ორი კვირა ინგლისი აღარ ყოფილვარ და ამიშვით აღარ მინდა ეს ბელგიადო. მაგრამ ნუ აი დამტანჯა ამ ახალმა იმან რა ქვია. მოდი აგერ უცებ წყაბ და შევცვლი ახლა მე ქვეყანას უცებ რომ მე იქ შეიძლება ვერ შევცვალო რა. კარგი, წყაბ. ახ შენი აქედან დავიწყოთ წყაბ. და ნიდერლანდები ოკეი. ზევით ბელგია, სადა ხარ ბელგია, გერა ბელგია. აი ბელგია სხვა არის, ბგ სხვა არის, ბელგია. ოკეი. აი სახლი აქ. აღარ მინდა ამდენი ბელგია მოკლედ. გამიშვით რა ისე ჩემს ინგლისში და მაგრამ ნუ ეხა უკვე უარს ვეტყვი რა, იმიტომ რომ აღარ მინდა რა. ხანდახან კაია რომ შემოგატარებენ იქით მოსაწყენია ხოლმე ერთ და იგივე, მაგრამ ეხა ორი კვირა ზედზე და რაკაც მომწყინდა აღარ მინდა. ისევის ბიჭენი გემი ასწორებს თო. გემი ასწორებს მაგრად. ესეც კიდევ ბელგიის ერთ-ერთი სოფელი თუ რა ვიცი რაც არის. აი არა, ესეთი უბნები და ჩვენთან იქნება. ესე მასიურად ვიძახით, რომ 1-2 ეგეთ სახლები კი არის, მაგრამ მასიურად ჩვენთან როდის იქნება ეგრეთო. ვინ იცის, ნახოთ. აი მეგობრებო, ველოსიპედების და სად არის და ზოგადად ისედაც შეიძლება ველოსიპედი მიდიოდეს. და ეხა კი რანელა მივდივარ 35-ით, მაგრამ საკმარისია უკვე 60-70 წახვიდე და აი ფრთხილად ნახეთ როგორ ახლოსაა ხედავ, აქ შეიძლება ტრაილერი მოდიოდეს და ტრაილერის სარკეები რახან იმასაც გამოშვერილია და მეც გამოშვერილი მაქვს. ვარიდებთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც განსაკუთრებით ინგლისშია ძალიან სივიწროვე და გერმანიაში ძალიან სივიწროვეა ზოგან. მაგრამ ინგლისში ძალიან ნაბეტანია, ინგლისში ნაბეტანია. ხო და ველოსიპედებს ერიდეთ, იმიტომ რომ თქვენ რომ მიდიხართ, თქვენ ამ ხელა ქარის ნაკადი მიგაქვთ თან აქიდან, რომ ანუ მე მაგალითად გვერდზე რო ჩერდები ხოლმე აქ ინგლისში ტრაილერი ჩაივლის ამ კაბინას 100 არღოს ამის გადმომაგდოს ლოგინიდან. და მეც ვცდილობ ხოლმე რომ თუ ტრაილერი აქ დგას და ღამეა რაღაცა და საშუალებაა ყოველთვის ეხა ინგლისში ასე დავდივართ ხო, მაგრამ მაგალითად თუ ტრაილერი დგას აქ კი არ დავდივარ, ესე გადავდივარ მაქსიმალურად და შედარებით ნელა გავდივარ ხოლმე. რო ისა, ცოდოა რა ეხა იმასაც ძინავს, ხო, შეიძლება დაღლია, ღამენათებია ვიღაცა. ხო და ველოსიპედი ანალოგიურია მეგობრებო. ესე რომ ჩაუქროლოთ თქვენ ამ ხელა ქარის ნაკადს რომ დაარტყავთ მაგას, ხო, შეიძლება წააქციოთ რა, სავარაუდოდ იქით გადააგეთ, აქით არა, მაგრამ ნუ ხო ხტებით ჩარია რა და არავის არ გვინდა ეხლა ზედმეტი ის, ხო, ამიტომ ველოსიპედს როცა ხედავთ, ამ სკუტერები დადიან ხოლმე, ბევრს ჩხარა ვერ მიდიან. და შენ რო სკუტერი იმით მიდის 40 და შენ რო 90 ჩაუქროლო, ამ წვიმაში ან რაღაცაში, კაი არაფერი მოვა იმ გაჭირვებულს ხო და. აი მაგასაც მიაქცეთ ხოლმე ყურადღება, ახლოს თუ არის, ან ნელას დიეთ, ან შორიდან აუარეთ ხოლმე ყოველთვის. იმიტომ რომ აქ არის, აი არ ვიცი, ძალიან ბევრი ველოსიპედია, გააჩნია ქალაქს და ეხლა მე თქვენ ბელგიას განახევ და აწ ინგლისს უნდა განახვდე, ეხლა აღარ მიწევს იქით სხვა ქვეყნებში სიარული, თორე აი უამრავია ველოსიპედი. პატარა მანქანითაც რომ მივლია გერმანიაში და იმაში, აი ჩვეულებრივად ძალიან ბევრია მოკლედ რა. აი მეგობრებო,
ეს არის ახლა ხიდის დასაწყისი და მანქანებს ადგან. იქაც განან ხოლმე მანქანები ჩაულებრივად. აი აქაც განან ხოლმე მანქანები და პირდაპირ ხიდზე განან ხოლმე და ინგლისში ხო პირდაპირ ქუჩაში შეიძლება დატოვოს მანქანა, ხიდზე კი არა. ყველგან ტოვებენ მანქანებს. მაგაზე ზაღი აქ თუ არ შეიძლება, იქ თუ არ შეიძლება, აქ რატო შეიძლება რა. აი, დაგვრჩა 20 კილომეტრი. Съезжайте с перекрестка с круговым движением. მეგობრებო, ეს არის ის, აქ არ შემიძლია ეხლა გასვლა. მე ეხლა აქ უნდა გადავუხვიო, მაგრამ პირდაპირ არის გვირაბი ADR-ის და მან ვერ გავივლი ეხლა მე. თუმცა კლასიფიკაცია ეხლა მე არ ჩამიხედია სიმართლედ, მაინც არ გავივლი, იმიტომ რომ 3 პალეტი მაქვს სულ ADR-ი, მაგის გამო მაქვს ADR-ი ეხლა გახსნილი, ხო? 3 პალეტის გამო მან თვითონ ტონას გააჩნია, ტონაზე ქვევით მაგალითად არ იცვლება რა და შეგიძლია არ გახსნა და სხვადასხვა ნიუანსები, ამიტომ ვიზახ საქართველოს სწავლა კაია რა მაგალითად და ზოგადად სწავლა და ეგრე გაკეთება და მე სანამ წამოყვალ ჩაიხედებით ბევრჯერ, მაგრამ რაღაცაში გეცოდინებათ. ეხლა მე აი გადავუხო მოკლედ. აი ამ ზნაგზე ვიძახი მეგობრებო, ეს ნიშნავს, რომ გვირაბი არის ეხლა აქ და D კატეგორიის ADR-ს არ შეუძლია გასვლა. შეიძლება სხვა კატეგორია შეეძლოს. იქ არის A, B, C, D რაღაც სხვადასხვა კატეგორიები, რომელსაც მოგცემთ თქვენ. აი აგერა სავსეა ტრაილერებში ზეთხიძე და აგერ გადავუხვი ახლა მე ის გვირაბი არის პირდაპირ. Переключается с круговым движением. Сверните на третий выезд. კილომეტր 800 აქ სადღაც ახლა აქ ხარს. მან დაკეტილები იქნებიან, არ იქნებიან, რომელი საათი? 6 საგლია 7 წუთი და არა მგონია. მგონი აი იქ მივდივარ ბუძები და რაღაცეები რო არის, ასე მგონი ამას გაუფრჩდა ეთყობა ჯიგარს. აი ცეცხლი რო ამოდის. ნახოთ სად მოვედით, აბა რაღაცა პორტივითაა თუ რა არის, ვერ გავიგე. კრიემის ქარხანა, საწყობია თუ ქარხანაა თუ რაღაცა. და ეხა აქ რო დაკეტილები იყვნენ ესენი, აი მე სად გავჩერდი, აქ კი არ უმძებნია მათ რომ აქ ქვეყანა ისეთ წუთში. Густар Старадшвер Хаус может закрыться до вашего прибытия. მოიცა может закрыться, ну 400 метров. ჯერ მუშაობენ მაგის ხმაგიდან გოგო შენ? ატმენა. აგერტრიენი. Поверните направо. მოიცა აგერტრიენი კი არა, მე Ваше место назначения будет слева. მე ტრიემში მოვდივარ, გაცო ტრიემში არ მოვდივარ, მე სხვა იქნება კიდე. მატარებელმა არ გადაგვიაროს, არაფერი არ მოდის. ნახოთ ახლა აქ რა ხდება. Ваше место назначения находится слева. როგორც თქვენ არიცით მეგობრებო, ახლა აქ რა ხდება, არც მე არ ვიცი დამიჯერეთ. რაღაცა კი ვიცი, რომ მანქანები დგანან, ახლა აქ შესასვლელში რეგისტრატურა თუ რაღაც ეგეთი მომხდა იმაში.
აბა ვნახოთ, დიდი მანქანების პარკინგიო, მოკლედ აქითო, ისე წადიო და იქ გააჩერეო. და სტოპიო და მოკლედ ტრიემში რა მინდა კაცო ტრიემში. ახალი მარშრუტის გამოთვლა. ამის დედავატირე შევწვი. აქ კი არა, აი აქ უნდა შევიდე. არა უშავს. ეგ არაფერი ვაფშე. კარგი არა, სწორია, დაკეტილია თუ ეგ ზადნით. განთაც კი გახვიდოდი, მაგრამ და მე ხა აქ დავატრიალო თუ აქ დავატრიალებ კი ბატონო. აი ცოტა მაღალი ბორდიულია და მან არ უნდა მოვდოთ, აი სარგეში უნდა ვიყუროთ ხოლმე და მე ასე ვერ დავატრიალებ, მაგრამ სამაგერო დავატრიალებ აი ასე. აი ბატონო, მაინც ავარიული ჩაურთოთ. ნელა დავიძრათ უკან რომ ვინმე არ იყოს. აქედან ცოტა ცუდია ხოლმე, ხა ესე კი ჩანს, მაგრამ მე რეალურად ეხა ესე ვხედავ რა და ამიტომ მაგხას ხანდახან აი ამ კნოპკით სარკეს ვასწორებთ ხოლმე. კარგი. ბორდიულთან მივიდა ახლოს და შეიძლება ჩაეხახუნებინა ეხა პაკრიშკას და რახან სარკეში არ ჩანს მეგობრებო, ეგ კარგად ჯობია არ გაურისხოთ და უფრო ერთი მიწევა წინ მივწიოთ, იმიტომ რომ ეხა მაგ ბორდიულს აი თუ ჩანს. მაგ ბორდიულზე რო ჩამეხახუნებინა ეხა მან პაკრიშკა, ხო? და გამოწეული ყოფილიყო გავჭირდი პაკრიშკას. ეხა კიდე ნახე რახან მაღალი ბორდიულია მაგიტო ვიძახი, აი პალეტნიცაც შეიძლება გამოდოთ მაგას, ხვდებით? და ეხა უკვე ვსიო, სად გვიჩქარება მეგობრებო, არსად ბოლო-ბოლო ჩამოდით, ნახეთ რა პრობლემაა, არავინ არ დაგიჭერს მაგის გამო, დამიჯერეთ არც ანებს არ გეტყვით. ჩამოდით, ნახეთ, დარწმუნდით. ან ესე ნელაკენდი ხა დღეს დიდი აზრი აქ არა აქვს მისვლას. იმიტომ რომ 5-ზე იკეტებიან კაცო ესენი, სად მუშაობენ ესენი, დაჟე 4-ზე იკეტება ბელგიაში ყველაფერი და არ გინდა სიჩქარე, დარწმუნდით, 5-ჯერ ჩამოდით, ჩახვალთ, ახვალ ჯანმრთელობა, ამდენი მოძრაობა. კი ბატონო. ხო, არა დაკეტილია, ნუ აგერ, აჰა, აი ეს ადგილი ვნახე რუკაზე, აი აქ ყვითლად რო არის რაღაცები და ის კარები დაკეტილია ეგრე, ასნა, აი ზღია იქნებიან ესენი. ამიტომ მე სხვა რა დამჩენია ეხა რომ გავაჩერო აქ და ეგრე ახატია კიდევაც დიდი მანქანები აქითო. აი აქ ხედავთ? არ ჩანს? ნუ სიტყვაზე უნდა მენდოთ რა მანქანა ახატია. აშინ გავჩერდები ეხლა მე და თქვენი ფირის მანქანა სხვათა შორის. ესაა თქვენი ფირის მანქანა და LKW ვალტერის ისა აქ რა ქვია, მისაბმელი, ანუ ლოჯისტიკა LKW ვალტერია. აი, მოკლედ ეხლა მე ჩერდები აქ ცოტა ხანი, მაინც ავარიულებს ჩავრთავ და ვეძებ პარკინგს. რომელი პარკინგის რაღაც გონი იქით არის, ან რაღაც ხაჭერებლები, ნახოთ აბა. მოკლედ აქით ის არის რა ქვია. აქით ეხა რო წავიდე და მოუხვიო არხის ნაპირ გვერდზე არის კაკრას ისეთი კაი ადგილი არ ამგონია რომ იყოს მე რომ მინდოდა გაჩერება გუშინ, მაგრამ გუშინ თუ გუშინ წინ მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ორ ადგილს მიჩვენებს აქ გასაჩერებელი საშუალება არისო რა. ამიტომ აბა წავიდე და მოიცა კაცო ეს ღია ვერ გავიგე. აი საკაცო ეს ღია კაცო თუ დაკეტილია ვეღარ გავიგე ვერაფერი და არა უნდა შევიდე ერთ ღია არ იყოს ამის ზედავატირი ეს იქით მხარე არის და აქით მხარე დაკეტილია და მაგრამ მანქანები არ არიან და აი დრო მაქვს მაინც მოდი და შევიდეთ აბა იქნება და კაი ამბავი გვითხრან. რა ხდება აქ სტოპია აქითო მაინც კაცო აგერ გავჩერდით. ეს თუ ღია მაგრა გაასწორებს ეხლა რა. მოდი აბა ჩავიცვაჭილეთ და მივიდეთ. შარვალი ახატე და მე შორტებით მოვლავ.
Tomorrow 5, 6, Tomorrow at 7. 7 o'clock. You cannot stay here. Yeah, I know. Okay. Thank you. Bye. შენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო. აი, წავიდე ჩვენს პარკინგს. აქ არ გაჩერდეო. არ წოპირებთ. გამინდა აქ. ეგრე წყლის პირას წავალ, გემებს უყურებ ამ საღამოს. თუ იქნა ადგილი. აი, ჯერ რომელი საათია? ჯერ ადრეა, იქნება ადგილი. წავედით. წავით ეხა უკან. უკან ეხა ავარივლებ და რაღაც არ გვინდა, იმიტომ რომ ნახე რომ არაფერი არ დგას. ამიტომ ესე იგი, აქ დასანაბარი ადგილი მაქვს, აქ დასანაბარი ადგილი მაქვს. მოდი, აქ წავიყვან პრინციპს ეხლა მე. პრინციპში არც მინდა აქ გემოტრიალდებიან, აღარ უნდა ისწავლა. წავედით აბა. ეს პაკლიშკა ისევ აიწია თო. იქია გადასატრიალებელი, მაგრამ მე მგონი ამ ნომერ პრინციპზე არ მახსოვს, არ მუშაობს, ამ ჭედავს რა და ხელს არ უკიდებ ხოლმე მე ამას. დაეშ. წავედი ჩვენ წავედით აქეთ. აი როცა ბორდიულ იმაზე გადმოდიხართ რელსებზე, ასეთ გადასასვლელებზე ძირითადად არ არის ხოლმე, მაგრამ პორტში რო შედიხართ რელსებზე შეეცადეთ რომ ეს პრინციპი ესე არ ატრიალოთ ამ რელსებზე, იმიტომ რომ ზოგი წვედის აქ რაღაცები და შეიძლება პაკაშკა გაიჭრას მაგ დროს. ეხლა რო გადმოვედი მან კი არა, მაგრამ ბევრია პორტში ძალიან რელსებზე გადასასვლელი გადმოსასვლელი და რა ვიცი მე. და ზოგადად პორტში არ ვარ გახოლმე, ადგილი ბეტონებია, ატეხილი, მოტეხილი და აი მანდ მით უმეტეს დიდი ტვირთი რო გაქვთ, ესე პრინციპია ესე არ დაატრიალოთ ხოლმე, რაც შეიძლება შორიდან გადადით ხოლმე. როგორი საათი სავარდნი, ოპა, ჩავედით. ჩვენი ადგილი ეხლა უნდა იყოს სადღაც აქ. გემი მიდის ეგერ. ოკეი კაცო. კი, გემებს უყურებ დღეს. აჰა, ერთმა ჩაიშხვილა ეგერ. საწავიდა. აგერ. აქ არ შეიძლება გაჩერება, თორე აქაც შეიძლება და გაჩერება. აგერ გემები ცოტა მაღალი ადგილი თუ იყოს, არ არის ამაზე დავაჭრე მაღალი ადგილი. ეგერ დგას მანქანები, აი მანდ ვინა გაჩერება ან მაგის უკან. აი ფეხით გადავალ დავждები ვიყურებ. ის რანაირადაა გაჩერებული კაც. ხო, აი შემიძლია გავჩერდე ან არ გავჩერდე და მე სად გავჩერდე? მოიცა მე ხა ასე გავჩერდე, მზე დამადგება იქიდან, ხო არა, მე დავტრიალდები ხა და იქ გავჩერდები, ჯობია მე მგონი. ხა ჯობია. შემოსატრიალებელი წინ რა გვაქვს, არაფერიც არ გვაქვს. ამიტომ, აი მოდი წინ წავალ მაინც. არა, მაინც არ გავჩერდები რა. ეს სად მოდის ახლა ეს აქით მოდის თუ იქით მოდის, ვინან მაგასაც უყურეთ ხოლმე რა, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება დღის 2 საათზე გაჩერდეთ და მე მთელი დღე მზე გიჭყიტინებდეთ ესე თვალში. მაგრამ მაინც აქ მირჩევნია გავჩერდე აქით, იმიტომ რომ ის არის. იქ ბეტონთან დავდგები და გზაზე ვიქნები ახლოს და ეხლა ცოტა მოშორდები აგერ გზას.
კი, ახერჩენია რომ გავჩერდე. მისაბმელსაც გადავიყო ამ ბოლოში, თუმცა წვიმა რო იყოს, მაგას არ ვიზავ. ბევრი კი არ მინდებს, ახლა 14 ტონაა სულ, მაგრამ წვიმაში ეგრე რომ გადახვიდე, შეიძლება დილით ვეღარ დაძრა და ცოტა წაბუხსავდეს, ჩაიციოს კიდე მანქანა და ოპა, მე გადაყირავდება. ეხლა აქ დავაყენებ ეს მეგობრებო და იქით ბრუს დაუდებ და ეხლა ცოტა ესე ვარ ეხლა და მე გავსორდები. ასე რომ მორჩა ჩვენი სამუშაო დღეც. დღესაც მორჩა ჩვენი სამუშაო დღე. ეგ არის. ბარემს მენაც მივაკეტოთ ეხლა უცებ აქ. არ გვინა ჩვენ აქ მეტი და ოკეი, გვევით. კანეს ანუ შეჯამება რომ გავაკეთოთ ეხლა ნახეთ აი 10 საათი და 38 წუთია რაც მენა გავხსენი ანუ საერთო დრო ჩემი არის 10 საათი და 38 წუთი დღეს 231 კილომეტრი გავიარე მარტო დღეს ესა რა ვიცი მაიმუნობა და თამაში მეტი არაფერი და 4 საათი და 41 ვატარე დღეს აი ხა ესე მუშაობს ჩემი დეგენერატი მეგობარი რა ხო და წუწუნებს აი ეს წუწუნებს რა და როგორ შეიძლება არ ვიცი ანუ გეუბნებით მაყოფილი მძღოლი მეგობრებო მე ჯერ არ მინახი არც შემიანი არც სხვა ყველას რაღაცა აი რაღაცა ვერა რა და აი ხა ეს მართლა რა არის 231 კილომეტრი 4 საათი და აი ეს რა ქვია კი 4 საათი არა 6 საათს მუშაობს ხოლმე დაახლოებით 6 საათს მაგრამ მაინც არაფერი არაა მაგრამ დღევანდელ დღესაც იწუწუნებს ეს წუწუნაა ხო ვიცი მაგის ამბავი აი რა ვიცი რა ეს ჩემთვის ახლა მართლა თამაშია მეტი არაფერი არა ბოლო 2 კვირა მათამაშებენ ახლა ესენი და აი ბატონო მათამაშეთ მაგრამ შემდეგში აღარ წამოვალ ბელგიის რეიზი ამას ყველაფერს გავანულებ მეგობრებო მე ხვალისთვის მაინც წინასწარ და ეგ არის რა მოკლედ დღევანდელი დღე მორჩა და მე აქ სადვიარო ახლა დღესტო ეგ ეს ვერ გავყავ ლიანდაგზე რომ დავადო თავი და წავიდი არა. ო, სიარული დღეს ვერ ვივლი როგორც ჩანს. ნუ აბა გადავიდეთ რა ხდება. აი როგორაა გადაღირავებული ხა. დაუდებ რაღაცა და წამოწევს. მანქანას არ დამიკეტია თან. ო, არა, აქ ვერ შევალ ზიგარო მე, აუ ეს სად გავიჩინე. აქ რას შევალ კაცო, რა მე აქ ვერ შევალ. Like it. არა, არ გამო. მაქსიმუმ ესე დელოებში ავიდე რაღაც შემჯამს აქ. მოკლედ, ვერცმან ვერ ავედი და მე ბოლოს აგერ ამოვედი. სანახავა მაინც არაფერი არა. ასე რომ ჩავედი კოვიდის. Давайте.